მფარვე თაღმები გამოძიებას ექსპერტიზის პასუხს, რა თქმა უნდა. კიდევ მოვითხოვ იმას, რომ სამართლიანობით გამოიძიონ ეს საქმე და დაისაჯოს დამნაშავეები. ორივე მძღოლები დამნაშავე არის და ირიდებს პასუხისმგებლობას თავიდან. რამოდენიმე ინფორმაცია მეც მსმენია ჩემამდეც მოსულა, რომ არის შესაძლებელი იყოს მფარველობა. ამას ნამდვილად ვერ დაგიდასტურეთ ახლა ზუსტად, მაგრამ აგერ ფაქტი ჩანს. შესაძლებელი ქონდა მაგას, რომ ეს მდგომარეობა აერიდებია თავიდან, მაგრამ როგორც ჩანს უყურადღებლოდ მართავდა საჭეს და უყურადღებლო იყო საჭესთან. მოვაწყობ აქციებს, შევყრი მთელ მესხეთს, გადავკეტავ გზებს და ვიბრძოლებ, ბოლომდე არ დავნებდები. ყველა დედას ვთხოვ, რომ დამიდგეს გვერდში, იბრძოლოთ საქართველოში სამართალი და სიმართლის გულისათვის. მოვითხოვ კანონის ძალით დაისაჯოს ორივე, წინააღმდეგ შემთხვევაში გამართათ აქციებს, გამართათ ყველა ხელოვნებას მიმართათ და მიმართათ სასამართლოს, მიმართავ ახალციხის სასამართლოს და ახალციხის ხელისუფლებას, საქართველოს ხელისუფლებას, როგორც დედა ბებია, გამოიძიონ ობიექტურად, ვთხოვ ყველას დაგვიდგეს გვერდში, წინააღმდეგ შემთხვევაში შავლებს ნუ გავხდით, მკვლელს დაუძებით ყველა მაინც სამართალს მაინც მივაგრძელოთ. ამ თუ არის უსამართლობა ამ ქვეყანაში და ასეთი უკანონობა და მფარველობა უნდა მივაგრძელოთ და ყველა ღონე უნდა მიხმაროთ.